სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს კიდევ რამდენიმე ახალი ავტომობილი შეემატა. Პირველ ეტაპზე 9 რაიონულ ცენტრში 24 ავტომობილი, მეორე ეტაპზე კი 38 ახალი მანქანა გადაეცათ. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში გატარებულ რეფორმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე რეგიონების სასწრაფო დახმარების ცენტრების მენეჯერებს ესაუბრა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი 180 ახალი მანქანით წლის ბოლომდე სრულად აღიჭურვება. თითქმის წელიწადია მიმდინარეობს რაიონული სასწრაფო დახმარების სამსახურების ასე ვთქვათ გაუმჯობესება, რაც გამოიხატა იმაში, რომ შეიცვალა მართვის მოდელი, დაიწყო ბოლო თვეების განმავლობაში და წლის ბოლოს დამთავრდება ავტოპარკის სრული განახლება. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი და ამოცანა არის ის, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური წარმოგვიდგენს ბოლო თვეების განმავლობაში მიღწეულ შედეგებს. ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპი დამთავრდა უკვე, გაგრძელდება მესამე ეტაპი და თვის ბოლომდე მთლიანად შეიცვალა ავტოპარკი, რომელიც სავსებით საკმარისი იქნება რაიონებისთვის სამედიცინო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გასაცემად.